გამარჯობა საღამომშვიდობისა სრულიად საქართველოს ჩემო გამომწერებო მინდა დღეს ისევ და ისევ ჩავერთო მე ვიცი რომ მაინდამაინც ჩემი მოხარული ჩემს მშობლიურ ქვეყანაში ხელისუფლებაში არ ამყავს მაგრამ ხელისუფლება არ არის დღეს საქართველოს არის ჩემი სამშობლო მე ამ ქვეყნისთვის ვიყავი ომში მე დავიბადე ამ ქვეყანაში მას ქვია საქართველოს ის არის ჩემი სამშობლო მე შეიძლება ვიცხოვრო ბევრ ქვეყანაში მაგრამ სამშობლო ჩემი არის საქართველოს და მას ვერასდროს ვერავინ ვერ შემისვლის ამიტომ გამოვდივარ ამ გრძნობებიდან და კიდევ ბევრი უთქმელი და ხმამოუღებელი ემოციიდან რომელიც ჩემში როგორც ადამიანში იხაშება და ისევ და ისევ ვერთვები და ნაკლებად ვინტერესდები ხელისუფლებაში ვის წინს ეს სოციალური აქტივობა ჩემი მით უმეტეს რომ სწორედ აი ამ ხალხმა მაიძულა ასეთი აქტიური ყოფილიყავი ამ მათთვის საჭირბოროტო ჟამს ვინაიდან ეხლა მოგეხსენებათ რაც ხდება ხელისუფლების ცვლილება შეიძლება მოხდეს საარჩევნო პროცესებია როდესაც აცოცხლებენ და როდესაც ადამიანს მაქვს მით უმეტეს იმისა მოტივი კონდეს ურთიერთობა სოციალური მქონდეს ის მოტივი რომ საზოგადოებრივ იყო აქტიური ეს დრო ნამდვილად არ მიშლის მე გადაგწევს კომუნიკაცია და ვამყარო ჩემს მოსახლეობასთან იმ ადამიანებთან ვინც დიდი ხნის მანძილზე მე მიცნობს ვისთანაც ერთად ყოფილვარ ომში ამ ქვეყნის გულისთვის ვისი ოჯახის წევრიც ვარ პირველ რიგში იმიტომ რომ სისხლით მე ქართველი ვარ და ხორცით და სულით მორალით და აღზრდით მე სხვა ეროვნება არ გამაჩნია არც მაქსამის სურვილი მინდა სიყალბეს გავცი პასუხი იმიტომ რომ მე მიმაჩნია სიყალბეზე დიდი დანაშაული როგორც ჩვეულებრივი რიგითი ადამიანის წინაშე და რიგითი მოქალაქის წინაშე ასევე სახელმწიფო პირის წინაშე და ზოგადად სახელმწიფოს წინაშე არ არსებობს სიყალბე მე არ ვიცი მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ რომელსაც ქვია დაკარგული თაობა აგვისტოში გავხდი 40 წლის და ალბათ ჩემი ასაკის მამაკაცები დამითანხმებიან რომ თუ ჩვენ გვახსოვს საქართველოს ჩვენ გვახსოვს დენთის სუმში მყოფი საქართველოს გვახსოვს ბევრი ტკივილი გვახსოვს ბევრი სოციალური გაჭირვება მაგრამ ღირსების გარეშე ყოფნა არ გვახსოვს განვითარება ალბათ ასეთმა არასწორმა როგორც შემოგთავაზეს მაგან უფრო მოიტანა ღირსების დაკარგვა ვიდრე გაჭირვებაში ყოფნა იმიტომ რომ ჩვენ გაგვივლია ისეთი წლები როდესაც არ ქონია შუქი არ ქონია გაზი და არა მაგალითად სოფლებში ბევრი უმუშაობდით და მოგქონდა იქიდან საკვები მაგრამ ჩვენ ვიზრდებოდით ქალაქში მე მაგალითად ქუთაისში დაბადებულ გაზრდელი კაცი ვარ და ეს არის საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი ახლა კი მართალია ბატონს მიაქციეს უფრო მეტი ყურადღება მაგრამ თავისი მაცხოვრებლებით თავისი შინაარსით ეს ქალაქი იყო ერთ-ერთი ძლიერი ქართული ქალაქი მანამდე სანამ მისი მოსახლეობა ემიგრაციაში არ გაიფანტა როგორც ალბათ სხვა დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები და იცი რა არის მე მარტო არა ვარ ის ერთეული რომელიც ჩემი ქვეყნიდან წამოსულია 2,800,000 კაცი არის განდევნილი 800,000 მაპატიეთ და მათ შორის მეც მაგრამ მე ალბათ შეიძლება სხვა მოტივებით პოლიტიკური მოტივებით და ისინი სოციალური მოტივებით მნიშვნელობა არ აქვს შენ სახლს რატო ტოვებ თუ ის რა თქმა უნდა გაგაჩნია ამათ ხელში ამ ნაძირლების ხელში სადაც რა ვიცი 1000 მევახშეს 1000 გამქირავებელი 1000% სულს აძრობს რიგით ადამიანებს და ესეთ რა არის უბრალოდ მე მინდა ვთქვა ჩემი მეხსიერების გადმოსახედიდან ჩემი ცნობიერების მეუბიდან მე არ მახსოვს ნამდვილად არ მახსოვს ისეთი საქართველო სადაც მაგალითად ხელის გაწოდება მეგობრისთვის სირცხვილი იქნებოდა რა
დაცემულის ფეხზე წამოყენება იქნებოდა სირცხვილი. მე არ მახსოვს ისეთი საქართველოს, სადაც ჩვეულებრივ ადამიანს, ჩვეულებრივ კაცს მაგალითად ქუჩაში დატოვებდნენ და გაყინავდნენ და მე ვლაპარაკობ ისეთ საქართველოზე, სადაც ჩუქი არ ჰქონდა, სადაც დენტისუნი ჩვეულებრივი მოვლენა იყო და სადაც სოციალური პრობლემები, აი ჩვეულებრივ ადამიანს რო გეკვება იყო პრობლემა, ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. ჩაცმაზე არაფერს არ ვამბობ და დახურვაზე არაფერს არ ვამბობ და მე ვერასოდეს ვერ დავივიწყებ აი ჭრაკი ლამპის შუქზე გაკეთებულ დავალებებს. ხო, დავალებებს შეიძლება არ გქონდა ტელევიზორი და ეს პოეზია და ლიტერატურა არ მოეწოდებოდა ჩვენ ცნობიერებას მაინდა-მაინც ხშირად, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის ურთიერთობებში უფრო ვთმებოდით ვიდრე დღეს. აი ახალგაზრდა თაობა გაპუხილია საქართველოში, რა თქმა უნდა, ამ ეგრეთ წოდებული თქვათ ციფრული მეხსიერებით და მე ვფიქრობ, რომ ალბათ ეს არის სერიოზული პრობლემა მთელი რიგი საზოგადოების და ჩვენი თაობის, იმიტომ რომ შეისრულთა როგორც პილასოსი ახალგაზრდა თაობა ყველაფერი. მე რა თქმა უნდა ჩემ თაობას ბებერ თაობა დაართული, მაგრამ ჩვენის თაობა ვიყავით, ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენ არ მოგვწეს საშუალება თვითრეალიზების, რომელსაც ალბათ ყველაზე დიდი შრომითი აქტივობა უნდა გამოეხატა ჩვენი ერის მშენებლობისთვის და სამწუხაროდ ჩვენ ჩემო კარგებო სხვის ქვეყნებს ვაშენებთ, იმიტომ რომ ჩვენ არჩევანის უფლება არ აქვს. იმიტომ რომ სიცოცხლის უფლება უპირველესია თუ გინდა გქონდეს თუნდაც ის მეხსიერების ნაწილი შენში, რომელიც შენ გაგაიგივებს შენ სამშობლოსთან და რომელიც შენ არ დაგკარგავს იმ რეალური მოცემულობის ჩარჩოში, სადაც შენ გაიძულეს უბრალოდ სხვა არ ყოფილიყავ. და ვერც იქნებოდი, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი მორალით ვიზრდებოდ. მე რა არის, მე არ მინდა ყველაფერი დაემგვანოს ჩემი საუბარი შატბერაშვილის ესეთი გენიალური ქართველი მწერალია. ეს აუცილებლად უნდა წაიკითხო კაცმა. ახალგაზრდა თაობა ნაკლებად მიწვდება ამ წინს, სადაც შატბერაშვილის მკვდრის მზე ალბათ რა ვიცი, ისწავლებოდა კიდევაც. დღეს შეიძლება ბევრი რამე შეიცვალა და არ ისწავლება და რა არის, როდესაც მამათა და შვილთა შორის ომი მიდის და სადაც მამები შვილებს ყოველთვის დასცინიან იმაზე, რომ ჩვენი თაობა უკეთესი იყო, ჩვენი თაობა უფრო მეტ ნახტომს აკეთებდა, ჩვენი თაობა უფრო სპორტულად მომზადებული იყო, ჩვენი თაობა უფრო მეტი იყო და იმგვაროს აქვს. მაგრამ როდესაც მე უყურებ ძლიერის პრიორიტეტებს, როდესაც ძლიერი მაინდა-მაინც ძლიერის გვერდზე დგას, მე არ ვთვლი, რომ ეს ქართულობაა. მე რო უყურებ იმას, რომ ძლიერი, აი ძალიან მარტივად გეტყვით რა, გამარჯვებული. რადგან დღეს ძლიერის სინონიმი უფრო გამარჯვებულია, თორე საერთოდ თუ ავიღებთ კლასიკურად, ხო, გამარჯვებულს და ძლიერს აბსოლუტურად შეიძლება სხვა რაკურსში უყუროს ადამიანმა რა. იმიტომ რომ ძლიერი შეიძლება სულაც არ იყოს გამარჯვებული. მაგრამ დღეს რო უყურებ, ხო, ყველა ჩემპიონს მიაჩნია, რომ არის ძლიერი. მაგრამ აბა როგორ არის შენ საზოგადოებასთან თავსებადობაში ის გამარჯვება, როდესაც შენს სიძლიერეს ყიდი ხელისუფლებაზე, რომელიც დამსახურებულად იქარზეს. არანაირად. ახლა რა არის ჩემო კარგო, იცი, ყველას თავისი გადაწყვეტილებები აქვს და ამაში ვერ შეედავები. ჩემ დროშიც იყო გარკვეული დიფერენციაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რა, გაჭირვების მიუხედავად, სოციალური უბედურების თუ 1000 გარემოს სიშავის მიუხედავად, ჩვენ უფრო ვინარჩუნებდით გააზრების სხვა მანერებს რა. ამიტომ დღეს რა არის, იცი, ადამიანს შეუძლია თქვას, იცი, ძალიან მარტივად, რომ დღეს მე ჩემი თავი სპორტში ამოვწურე და ამიტომ მე მზად ვარ გავხდე ის, ვინც ვერასოდეს ვერ ვიქნებოდი, რომ არა ჩემი მიღწევა ჩემი ზალის გამოყენებით.
მე არ ვაკეთებ ნარატივს. მე ამას ვლაპარაკობ უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენ თაობაში ხო თქვენ გონიათ არ იყო ძლიერი მამაკაცები? მიუხედავად იმისა რომ არ იყო ეს სპორტული შესაძლებლობები მაინდა-მაინც აზი აღმატებული. მაინდა-მაინც არ იყო თქვათ ისეთი ნორმები დაყენებული, პროტეინებს ვერ იღებდნენ, წამდა უმწვიმ ვერ ყრიდნენ. მიზნებს აღწევდნენ. დაფასება იყო ნაკლები და რეალი და ასპარეზი იყო ნაკლები. მაგრამ ამ ადამიანების უმრავლესობა ჩემ თაობაში იღუპებოდა ზოგი ფრონტის ველზე. წინა ხაზზე, ზოგი უსამართლობაში იძირებოდა. და არც ერთ მათგანს არ მიუწია იმის უფლება საკუთარი თავისთვის, საკუთარი ძალით. ამაყ. აი ამას გეუბნებით გულახდილად რა. იმიტომ რომ თქვენ თუ შეხედავთ 93 წელში რამდენი ქართველი ვაჟკაცის საფლავი არის გაჭრილი. არაფრის გამო თქვენ ამაში დარწმუნდებით, ჩემს სიტყვებში დარწმუნდებით. მე მაშინ ვიყავი ბავშვი და რა არის ცით ალბათ გარემო რა თქმა უნდა ყველაფერზე მოქმედებს თავისთავად რა. არასოდეს არ დამავიწყდება რა გახდა ჩემთვის მაგალითი სივაშკაცის და რა გახდა ჩემთვის მაგალითი იმისი რომ სხვა გზა არ ამერჩია ცხოვრებაში რა. მამა ჩემი იყო ბავშვობიდან ინვალიდი. წვენით არა იყო, ფეხით იყო და თუმცა მის ინვალიდობას ხელი არ შეუშლია ჩემი სამშობლოსთვის ებრძოლა. აი ბატონი პლატონ ხუციშვილი მიღურებს ახლა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადამიანი და დამეთანხმება ის რომ იდეას არ აქვს ხარვეზი თუ ის პატრიოტიზმთან თავსებადი. მას არ ჭირდება რომელიმე კიდურის ნაკლებობა. იცით რა არის? ამიტომ მამა ჩემი კომუნისტების დროს დაიჭირეს და გაასამართლეს ეროვნული ლიტერატურის გავრცელების გამო, მანამდე სანამ სულიად გამსახურდია მის გაანთავისუფლა. ეს მისი ომი იყო და მე ვთვლი რომ ამ ინვალიდმა კაცმა ჩვენ ყველას მოგვიგო. იმიტომ რომ მან საკუთარი მეგობრები არ გაყიდა თავისი მომავლის გულისთვის. იმიტომ არა რომ ის მამა ჩემი იყო. არა. იმიტომ რომ ამ თაობაში ასეთი აღზრდა ჰქონდათ. არ ჩაშვების და არ ღალატის. რო ჰქონდათ იდეა იმისი რომ მათი წინაპრების სამშობლოს დაიბრუნებდნენ და ჩვენ ჩემმა დაკარგულმა თაობა ვერ შეძლო კონსოლიდაცია იმისთვის რომ ჩვენ ვინც რეალური თავისუფლება წაგვართვა იმისთვის ხელი შეეშალა რომ დღეს საქართველოს ემართა. ამ პასუხისმგებლობას მე ჩემ თავზე პირადად ვგრძნობ და პირადად განვიცდი. ახლა ისე თქვა მინდა, იცით? მამა ჩემი აფხაზეთის ომში რა თქმა უნდა მონაწილეობას ვერ ღებულობდა ვერც სამაჯრობოში, იმიტომ რომ მას ეს არ შეეძლო, როგორც გითხარით, პირველი ჯგუფის ინვალიდი იყო. ჩვენ ვიყავით ბავშვი. სკოლის მოსწავლეები დაწყებით ეტაპზე. და ჩვენ თვალწინ ხდებოდა ამ დანგრეული დამწვარი ტექნიკის გადინება და არასოდეს არ დამავიწყდება ის ეშელონები, ის ნაომარი ეშელონები, რომელიც ჩვენ თვალწინ მიდიოდა, ის საბრძოლო მასალები, ის ლოგისტიკური დანაყოფები თუ ავიაციის შემჭიდროებული ფრენები და მე ვიცოდი რომ მე ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის სადარაჯოზე უნდა დამდგარიყავი და მე სხვა პროფესია და სხვა იდეა მე არ მაწუხებდა გარდა იმისა ყოველი დღე ველოდებოდი იმას რომ სრულწლოვანი დამდგარიყავი და რა ვიცი როგორღაც ეს ჩვენ მოახერხეთ იმიტომ რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ჩემს პირად ისტორიაში როგორც ადამიანის არის ეს ბიოგრაფია რომ სამხედრო სკოლა, შემდეგ უნივერსიტეტი, შემდეგ სამხედრო კათედრა, იქვე სამხედრო აკადემია, მერე ომი, მერე 10 წელი დაახლოებით სამსახური საქართველოს შეერაღებულ ძალებში. დაახლოებით 10 წელი. მე მონახილად გეუბნები რა. მე გამოვიარე ძალიან რთული ცხოვრების პერიოდი, როგორც სამოქალაქო პირობებში, ისე სამხედრო ცხოვრებაში, მაგრამ
მე ასეთი ტკივილი, რასაც მე დღეს ვგრძნობ, არც ერთი გაჭირვების ეტაპზე არ მიგვრცნია. მიუხედავად იმისა, რომელი ხელისუფლება იქნებოდა და იყო ან მომავალში ვინ გახდებოდა თქვათ ძალაუფლების მატარებელი. ჩვენ ქვეყანას შემოკარგებო აკლია პატრიოტიზმის დეფიციტი. იმიტომ რომ მე ვინც ვნახე ყველა ეშელონში დაწყებული ქვედა ეშელონიდან დამთავრებული ზედა ეშელონში ყველას აქვს სურვილი იმისთვის და იმისი რომ რამენაირად მოიპაროს ძალაუფლება. რამენაირად მისი გენი გაწიოს, მისი იდეა გაწიოს, მაგრამ არა საერთო. არ ვიცი, მე ერთი რაღაცის თქმა შემიძლია, მე ვაზიარებ აბსოლუტურად ყველა ადამიანის სწორ იდეას, სწორ შეხედულებას და სახელმწიფოებრივ აღქმას, თუ რა თქმა უნდა ის თავსებადობაში მოდის ერის ეროვნული ინტერესი. მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის პიროვნებებს. აბსოლუტურად არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა პიროვნებებს. გულახდილად გეტყვით ერთ რაღაცას რა. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ჩვენი ერის კონსოლიდაციისთვის არის ჭორაობა. საკმარისია 2-3 კაცმა, თუნდაც 4-მა ქვეყნის საერთო სატკივარზე დაიწყოს ლაპარაკი, აუცილებლად მეშვიდე გამოჩნდება და იმ მეხუთე და მეოთხე კაც შორის გააღვივებ შუას. მე ყოფილი ვარ ამ გარემოცვაში, მე ეს ყველაფერი საკუთარ თვალწინ გავიარე, საკუთარი თავდასხმის, საკუთარი ჩასაფრების, საკუთარი განადგურების და ბევრი პიროვნულზე რო არ ვილაპარაკო, ხო? მე მინახია ისეთი სიტუაცია, სადაც ნათლი მირონი ერთმანეთს ღალატობს. სადაც ძმა ძმას ღალატობს. ნათესავი ნათესავს ძვირს უთხრეს. ამ პარტავნება ვერ დაიოკეს მათი და მეტი შეთავაზებული ფულის გამო, ხო? საკუთარი ამბიციები უკან გვარ დაწეს. პირველობა რო არ დათმეს. არც რო ქონდათ, მაგრამ იდეაშიც რო ვერ დათმეს ისეთი. მე ყოველთვის ვთვლი რომ ასეთი ადამიანები იყვნენ მოსაჭრელები გულიდან. და არასოდეს არ დამიხევია უკან რომ მოსათხრელი და მოსაჭრელი მომეჭრა გინდა შიგნიდან და გინდა გარედან. მე სანამდე ამ გადაწყვეტილებებს მივიღებდი ძალიან ბევრჯერ ვფიქრობდი რომ იყო თუ არა გასაკეთებელი, გამიკეთებია ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ესეა ცხოვრება. თუ არ განკურნე შენი ორგანიზმი დაავადებისგან, ის აუცილებლად დაგალბობს. და ძალაუფლება საქართველოში სამწუხაროდ ეროვნული ხელისუფლების შემდეგ აიღო ისეთმა ძალებმა, სადაც გახრწნილება და სიდამპლე უფრო მეტია ვიდრე ჯანსაღი. მათში ადამიანური გრძნობაც კი არ იყო, რომ უკეთესობისკენ წასულიყო ყველაფერი. მხარეს ადამიანურს რო ეჯობნა ბოროტებაში. ასეთი მხარე არ იყო. მე მომისმენია ამ ხალხისთვის. და რა იყო, იცით, გულახდილად გეტყვით რა. ჩემი სამოქალაქო ასპარეზზე, ჩემი გამოსავლიდან გეუბნები, მითო ლაპარაკობ საკუთარ თავზე თუ რა ღმერთმა დამიფაროს ამ პარტავნებისგან რა. რამენაირად რომ დომოდა ამ პარტავნება და ჩემ ქვეყანაში ცხოვრება უღირსოდ, რა თქმა უნდა, და უსინდისოდ და უნამუსოდ და წაშლილად. იმხელა განათლება მაქვს, იმხელა ცოდნა მაქვს და ინფორმაცია მინიმუმ ამას მოვახერხებდი. მაგრამ ძალიან რთულია ჭამოპური, რომელიც არ გეკუთვნის და რომელიც ვიღაცის უკანალში ძრომვით არის მოპოვებული და რომელიც არაქრისტიანული გზით არის აღებული და არა მარტო არაქრისტიანული, მას არც ერთი რელიგიის მორალი რო არ ცნობს ისეთი. თუ არა მე ვიცნობ მუსულმანებს, მე ქრისტიანს მიჩვევ. აგერ ვამბობ გულახდილად. მე ასეთ რაღაცას ვერ ვიკადრებდი. იმიტომ კი არა რომ მე განსაკუთრებული ვარ. იმიტომ რომ ჩემი დონის ღირსებისთვის ეს მიუღებელი იყო. იყო მძიმე ნაბიჯები, მე სხვის ქვეყანაში გავიარე ურთულესი ცხოვრება. ქუჩაში მეძინა იმისთვის რომ საკუთარი ღირსება არ მომეჭრა და არ ჩამეგდო და ტყვეთ არ ჩაუბარებულიყავი მტერს. და ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება არის მტერი. მაგრამ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი იქნა გააზრებული და დანახული და გულახდილად გეტყვით, მე უცხო სახელმწიფოში
ჩემი ღირსებით უფრო ვნახე ჩემი ადგილი ვიდრე ჩემს სამშობლოში და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილი იმიტომ ჩემი სიმართლე სხვა ერმა სხვა ქვეყანამ დაინახა ჩემ ქვეყანაში ეს ვერ დაინახა როგორც ადამიანის ღირსება მიუხედავად იმისა მე ყოველთვის ვიბრძოდი სხვისი ღირსებისთვის სხვისი სიმართლისთვის სხვისი თანადგომისთვის იმიტომ რომ მიმაჩნდა რომ თუ შენი ქვეყნის ოფიცერი ხარ შენ მოგიწევს შენ სიმართლეზე მაღლა დააყენო სხვისი სიმართლე სხვისი ღირსება და სხვისი შეუძლებელობაც რა ესე მასწავლიდნენ მე ის კასტა ოფიცრების რომლებსაც ჰქონდათ რა თქმა უნდა უფრო მეტი სამხედრო და სახელმწიფოებრივი აღზრდის უნარი და არა რაღაცა შემდეგ რაღაცა ჯგრო რომელიც წამოვიდა ფორმაში გადაცმული თინახიდაშელის მაგვარი ქმნილებები რომელსაც ელასტიკზე ფორმა გადმოახურეს სევიდან ძალიან ბევრი რაღაცის თქმა მინდა შეიძლება მაგრამ ეს ვერ გამოვხატო იმიტომ რომ მე არ მქონდეს შესაბამისი ლოგიკა ან შესაბამისი განათლება მაგრამ როდესაც შენ აწყდები შენი კარიერის მანძილზე უღირსობას და მიგაჩნია შენ რო ეს არასწორია ხო ის შენ არ უნდა გააკეთო რა იმიტომ რომ შენ ამას ორგანიზმი გიკარნახებს შენ თვითონ არაფერს ოფიციალურს ისეც რაღაცა საიდუმლოს არ ვლაპარაკობ ეს თითო ადამიანს შეხვედრია თავის ცხოვრებაში თითო ადამიანს გადაუტანია ესეთი რაღაცა მე ამას ვლაპარაკობ ჩემი მორალიდან გამომდინარე რა ვიღაცა შეიძლება არ მომწონდი ვიღაცას მოვწონდი მაგრამ მე არასდროს არ დავცემულ ვარ სულით ჩემი მე არ ვიცი ახლა რო უყურებ ახლა საქართველოში ყოველთვის იყო ესეთი განსხვავება და ყველაფერს თავისი საზოგადოება თვითონ რა როგორც ცდილობდა მაგალითად როგორი ცნობიერება ჰქონდა საკუთარი შთამომავლობის მიმართ გააზრებს ყველას კარგი უნდა მისი შვილისთვის მაგრამ ესეთი არაფერი არ მინახია რა მე ინვალიდი მამის შვილს უნივერსიტეტში რო შესაძლებლობა მქონდა ინვალიდების ავტობუსს დავყვებოდი დილას რომ უფასოდ მივიყვანე სასწავლებლამდე და იქიდან მე ფეხით ბრუნდებოდი თუმცა ბედის ირონია ეს სამსახურიდან რომ გამომიშვეს ახალაიებმა და შემდეგ უკვე ხიდაშელებმა ეს გამოცდილება მეხმარებოდა რა 10 კილომეტრი გამევლო რომ პროკურატურამდე მივსულიყავით თქვენ შედეგი მითხარით თორე იქიდან მე სახში 10 კილომეტრს ფეხითაც გამოვდიოდი ადამიანს რა კლავს იცი არა განვლილი მანძილი არა ფიზიკური აქტივობა არა ადამიანს კლავს უსამართლობა როდესაც უსამართლობას ვერ იღებს რა მე ყველაზე მეტად დღეს გული მტკივა იმაზე რომ თაობა არ იზრდება პატრიოტულად მარტო დროშების ფრიალი ეს არ ნიშნავს პატრიოტიზმს თანაგრძნობა ემპათია წოდებული ახალგაზრდა თაობაში არის ნულოვანი რა ახალგაზრდა თაობას გააჩნია ეგრეთ წოდებული მიდრეკილება ნივთებისკენ და არამატერიალური აი სუბსტანციების მიმართ რაც არის რაც შეიძლება თითოეულ ადამიანს აწუხებს ჩვენ დროს ასე არ იყო თქვენ გონიათ ყველა ითვისებდა შუშანიკის წამებას აგეოგრაფიულ ნაწარმოებებს ვეფხვის ტყაოსნის დეტალებში იძრებოდა ყველა არანაირად გეუბნებით ესეთი რაღაცა არ იყო მაგრამ ჩვენ დაბადების დღეებზე ერთმანეთს ციგნებს ჩუქნიდით ჩვენ გქონდა ის გამოწვევა რომ რაღაცნაირად კომუნიკაცია ერთმანეთში გქონოდა ციფრების გარეშე დღეს ყველაფერში ციფრებია მე არ მიყვარს არ მომწონს ეს მე ხშირად მეუბნებიან რომ რა არის განსხვავება ევროპულ საზოგადოებაში და რა არის განსხვავება აი ქართულ საზოგადოებაში 35 წელი საქართველოში ვიცხოვრე ცხოვრების სხვადასხვა ფენაში და ეშენოში და მაგას ახლა უბრალოდ შეიძლება დეტალურად არ შემოგთავაზოთ ეს პირადია მაგრამ დაწყებული აი მიწის დამუშავებით დამთავრებული პარკეთზე ცხოვრებით და შემდეგ უფრო კიდე მაღალ ეშელონებში ქონია ურთიერთობა და მე ერთი რაღაცის თქმა აი აქ უყურებ სხვა განზომილებებს
და აშენებულ სახელმწიფოში, სადაც აი მილიარდებად ღირებული ინდუსტრიები არის, ხედავ ხო ამ ყველაფერს. და ვიაზრებ იმას, რომ ჩვენ რადიკალურად სხვა სამყარო ვართ. და ეს რადიკალურად არსებული სამყარო აი ესე ჰაერიდან არ გაჩენილა. და ამათი წარმატების ფორმულა არა რაღაცა ის არის, რაც ჩვენ მაგალითად არ შეიძლება გქონდეს. თურმე ეს ყველაფერი არის აღზრდაში. წლობით ნაგროვებ გამოცდილებაში და ფასეულობებში. და რა ფასეულობებია იყვიან ახლა. თუ შენ მანდა მაინც იმ გარყვნილ სამყაროში ცხოვრობ და ასე ცხოვრობ მე დაახლოებით 5 წელზე მეტია აქ და არავინ არ მოსულა ჩემთვის და არ უთქვია მე შენ უკნიდან უნდა გიხმარო ან შენ მე მიხმარე უკნიდან. მე ესეთ ფაქტს მე არ წავწვდომი ვარ. გულახდილად გეუბნებით ამას, მე მიცხოვრია ძალიან დიდ მეგაპოლისებში. მე არც ის მინახია მაგალითად გულახდილად გეტყვით, რაც საქართველოს სიზუსტისა და გარყვნილების მიმართულებით ხდება, აქ მენახოს ეს. მე საქართველოში უფრო მეტი მინახია. ამ 3 მილიონ ნახევარ ერში მე უფრო დიდი გარყვნილება მინახია, ვიდრე ქვეყანაში 65 მილიონიან ქვეყანაში, რომლის ერთ ქალაქში 4 მილიონი მოსახლე შეიძლება იყოს. მაგრამ რას დავაბრალოთ ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი უნდა დავაბრალოთ იმას, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე, იმ ცნობიერების წაშლის მერე, რომელიც ქართველ ერს თავის ტრადიციით ჰქონდა შემონახული თუნდაც საქართველოში საბჭოთა კავშირის არსებობაში ჩვენ ძალიან ცუდად გავიგეთ ცივილიზაციის აზრი, ეკონომიკის აზრი. ჩვენ ძალიან ცუდად ჩავწვდით პრივატიზაციის და კაპიტალიზმის საფუძვლებს. აი ეს არის. და თურმე კაპიტალიზმი, თურმე აქ კერძო საკუთრების ქონა, იმას არ ნიშნავს, რომ სხვა წაართვა კერძო საკუთრება, ან დაუნგრიო ცნობიერება, ან განათლების დონეზე დაადგა ფეხი. არის საზოგადო შესაძლებლობები და არის უნარი ამ საზოგადო შესაძლებლობების მიღების. არის კატეგორია, ვინც ირჩევს გზას განვითარების და მას სახელმწიფო აძლევს ამის საშუალებას და არის კატეგორია, რომელიც რჩება მის დონეზე და ამბობს მეს მკმარა და არ მინდა ძევით სვლა. ეს ამას ქვია არჩევანის უფლება. ქართველებს არჩევნის უფლება არ დაგვიტოვებს. შეიძლება ბევრი ჩემს საუბარს რაღაც ქარაგმად იღებს, მაგრამ ეს არ არის ჩემო ქარაგმა. მე ვცდილობ, რომ ჩემი გადასახედიდან მივიტანო ქართველერამდე ჩემი შეხედულებები, იმიტომ რომ მე არასოდეს კიდევ ერთხელ ვამბობ და გავიმეორებ რა, არასოდეს არ მქონია სურვილი პარლამენტში მოხვედრის, არ დამაბრალოს არავინ ეს რა. ვერ დამაბრალებს იმას, რომ რომელიმე იმას კენჭი ვიყარე და სურვილი მქონია და რა, არა, არ მქონია მის სურვილი. იმიტომ რომ მე რო უყურებდი ჩემ ერს გამათხოვრებულს და განადგურებულს, იქ არასოდეს არ მივიდოდი, სადაც ყველაზე დიდი ქურდები, მაღვალაკები და გარყვნილება ტრიალებდა. მე ეს მიმაჩნდა სირცხვილით და მე ეს ამბიციები არასოდეს არ მიწუხებდა. ეს დამეხმარა ცხოვრებაში არასწორი ამბიციის ქონა. ნამდვილად დამეხმარა, მაგრამ ეხლა ალბათ ამაზე დეტალურად რო ჩავიძირო, სად გავალ არ ვიცი. საერთოდ მთელი ერი ჩაყვინულია. მე მიმაჩნია, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ქართველ ხალხს ისევ და ისევ ტოტალური კონსოლიდაცია თუ გადაარჩენს და აჯანყება. აჯანყება არის ქართველი არის ერთადერთი გამოსავალი, რომ დაიბრუნოს მისი ცნობიერება. კივა ძალიან გული, იმიტომ რომ 5 წელიწადია ემიგრანტი ვარ, შეიძლება ეს არ არის ბევრი. მაგრამ მე არა ვარ ჩვეულებრივი ემიგრანტი. როგორც მაგალითად ადამიანი, რომელიც ლუკმაბურისთვის წამოვიდა რა, სვის ქვეყანაში, მე ყველას პატივს ვცემ და ყველას ბრძოლა მისმის. აბსოლუტურად ყველა ადამიანის ბრძოლა
დედამ რომელმაც აი შვილი იძულებით დატოვა ქვეყანაში, იმიტომ რომ პული მიეცა, გაცილებით უფრო ძლიერი ორგანიზმია, ვიდრე თქვა შეიძლება მე ვიყო. მე მაგას თავს არ შევადარებ. მნიშვნელობა არ აქვს რომელ ქვეყანაში წავიდე, თუ განვითარებულ ქვეყანაში გააღწია, ეს მის შესაძლებლობებზე მეტყველებს. ხო არიან ისეთი დედები, რომლებიც მაგალითად თურქეთში ან იმას კი არ რომ თურქეთი ნაკლები განვითარებული სახელმწიფოა, მაგრამ მეტნაკლებად ხო ცივილიზაციური სხვაობა. თურქეთში შრომით ქართველმა დედებმა საკუთარ შვილებს მომავალი შეუქმნეს და თვითონ ცხოვრების ამაღლებაში აი როგორც ხორცსაკეთ მანქანაში ჩახვალისე გაითალნენ და გაქრნენ ადამიანებს, რომლებსაც უნდა იცხოვრათ ათეულობით წლები, სულ რაღაც 5 წელიწადში მიებარნენ მიწას. სონა იცვათ. გული მტკივა. ბევრი ვიცი. და ამაზე ალბათ არ ვიცი რომელი სოციოლოგია ისახულობს ლაპარაკებს. არავინ არ ილაპარაკებს. დღეს ყველაზე მეტად მე გული მტკივა. სიყალბის გამო. მე უმადური კაცი არა ვარ. ულახდილად გეტყვი. თუ ვინმე ჩემთვის ცხოვრებაში რაღაც დონეზე პატარა გზა გაუჭრია და მე უბრალოდ ვთქვია, ესეთი მე ალბათ 35-ს რო გადავწდი, მე ესეთი ხალხი უფრო დაბოჭდა, მანამდე მე არ მინახია ესეთი ადამიანები. უბრალოდ ყველაფერს საკუთარ ტყავზე გავდიოდი. უყურებ ამ ტკივილებს რა, ადამიანურ ტკივილებს და ფიქრობდი რომ ადამიანი თუ მარტო უნდა იყოს მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში, თუ არავინ არ უნდა იყოს, რომელიც პასუხს აგებს ადამიანის ასეთ ფსკერამდე ჩასვლაზე და განადგურებაზე რა. უყურებ აქ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ნებით მიდიან ფსკერზე. ეს მათი გადაწყვეტილება. არავინ მათ ამ უბედურებაში ხელს არ უშლის. მაგრამ თუ ადამიანი განიცდის სოციალურ გარიყვას, თუ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, რომ თქვათ იარსებოს იმის გამო, რომ არ აქვს ამ ფიზიკური ან სხვა საშუალების გამო, აქ სახელმწიფო დგას მის დონეზე და მას უფლებას არ აძლევს წაქცევის და გარიყვის. აი ეს განსხვავება არის ჩვენ საზოგადოებასა და დღევანდელ ევროპულ საზოგადოებას შორის. კიდევ ერთხელ გულახდილად გეუბნებით. აი ბატონი პლატონიცას მე წავიკითხავ ამ სიტყვებს ქართულ ერს, მამულისა და მოყვასის მრწამსი ჭირდება, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის რა თქმა უნდა ჭირდება, ჩემო კარგო პლატონ ჭირდება. აი ეს ადამიანი კაცი სამწუხაროდ ალბათ იმედია ტექნიკურ პრობლემას მოაგვარებს, რომ მასთან მქონდეს კომუნიკაცია და ეს იყო ბატონი პლატონი ზვიად გამსახურდიას მიერ ეროვნული ხელისუფლების დროს კონდაზურვის ხელმძღვანელი და საბაჟოს ხელმძღვანელი და დღემდე მაგანგალებს ტანში რა მე ვესაუბრე მას დღესდღეობით ამერიკაში რომ მომიყვა როგორც ცდილობდნენ გაიტანათ საქართველოდან ეთნოგრაფიული ქონება მილიარდების ღილები ალბათ მილიონების თუ მილიარდების არა მომიტევეთ რა და როგორ უზრუნველყო ბატონმა პლატონმა მისი დაბრუნება და როგორ მიუტანეს ზვიად გამსახურდიას კაბინეტში და როგორ მისი გადმოცემით ვიცი მე რა თქმა უნდა ეს როგორ დაათარიღა ბატონმა ზვიადმა თითეული ექსპონატი რომელიც საუკუნით და რომელი კუთხობრივი წარმომავლობის იყო და როდესაც მე მოვიდნენ ეთნოლოგებიო ზუსტად ისე თქვესო როგორცო ზვიადმა მისცემას შეფასება ციტრი სიტყავი და როდესაც შენ ყავს ქვეყნის ლიდერი აი რატომ ლაპარაკობ ამას რა როდესაც შენ ყავს ისეთი ლიდერი რომელიც შენი ქვეყნის თითოეულ ნასყუში ერკვევა თითოეული ძარღვი იცის თითოეულ ემოციასა და განცდაშია მიღებული
რას ვინ მოატყუებს იმაში რომ მის ამშობლოს წიხლი დაუდოს ხალხი იმის არ იყოს რა ქვია შეიძლება ვიღაცას მოსწონს ვიღაცას არ მოსწონს მაგრამ ახსენდება ესა დაწერილი როა შეიძლება უკეთესი მაგალითს ადამიანი მოიყვანოს მაგრამ ესე ბოროდინოს ბრძოლის დეტალები არის ახლა რატომღაც ცნობიერებაში წამოვიდა და ბილი ლიუზინა შევლენე მაგუჩე ილიხა პლენე ბაგატირინევი აი ესეთი ფრაზი შემიძლია გადმოვიტანო ეს ყველაფერი ვინც იცის გაიგებს რა ვინც არ იცის ვინც მტრის ენაც არ იცის მისთვისაც პრობლემა არის საქართველოში სხვა პრიორიტეტები შეიქმნა და ოკეანის გადაღმა ენას სწავლობენ და მის მეზობლის ენა არ იციან ხო იყო სხვა დრო როდესაც ჩვენ დროშიო გოლიათები იყვენო და არა თქვენ აი ესეთი გადმოტანილი სიტყვა თქმარი რაღაცა უფრო ფიგურალური ხო ბუმბერაზი ადამიანების პერიოდი იყო ქვეყანაში როგორც მაგალითად არ ვიცი მე დღევანდელ ქართულ მეცნიერებას 1-2 უკანასკნელი მოჰიკანი თუ შემორჩა ასე ვიტყოდ სად გაქრა ის ადამიანები რომლებიც აი უძლიერეს ქართულ კულტურას და არა მარტო მეცნიერებას ქურუმებად უდგნენ და ანთებდნენ იმ სანთელს ვინ მისცა აკაკი შანიძის კორნელი კეკელიზის შალვა ნუცუბიძის კანდელს რო ჩაქრობილიყო და თუ ჩაეკრო ვისი კანდელი აინთო ეს რიტორიკული შეკითხვა მინდა დავსვა ამა ჩემი შალვა ნუცუბიძის მოსწავლე იყო და მისგან გადმოცემით ძალიან ბევრი რაღაც შემიძლია მაგრამ ნუ ალბათ ახლა მაგის დრო არ არის აგერ ავიღოთ აგერა ალბათ ბევრი მარიცის გალაქტიონი ალბათ ბევრი აღარ სწავლობს მის სიტყვათა თქმას წყობას გააზრებას როგორ დავეცით ისე საქართველოს მწერალთა კავშირში რომ გიორგი მასხულია გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრი ეს ხალხად გადაკეთებული კაცი მესინება კიდე რა ორგანოც უნდა ის მიიგეროს თუნდაც სამი მიიგეროს ერთ მაგრამ რაღაცას ბიჭო ხო უნდა ქმნიდე მინიმუმ ან ლიტერატურაში ან პოეზიაში ან პუბლიცისტიკაში რო შენ ამხელა საამაყო ქვეყნის წერალთა კავშირს წარმოადგენ ვიღაცა არაბული ესეთი ასე გონია მაგას ხელს მოაწერს ყველას და იქ დასვათ მე ვთვლი რომ ჩვენი ქვეყნის ღალატი იქედან კი არ დაიწყო მარტო რომ ეროვნულ ხელისუფლებას ვესროლეთ და მოვიშორეთ ის ვინც ამდენი ხნის მერე ჩვენ ეს თავისუფლება მოუტანა ანუ სწორედ ქართულ კულტურაში ჩანერგილმა ორი შვილებმა მაპატიეთ რა შეიძლება მე გამოვირჩევი მძაფრი ტერმინოლოგიით მაგრამ მე შევეცდები რომ ჩემ თავში ეს სიმძაფრე დავთქვუნო მამაჩემ მაგალითად მე არ მახსოვს რომ მას ამის დედავატირე სიტყვა ეთქოს რა ამიტომ მაინდამაინც სწორად არ მიმაჩნიაო რა შვილიო დედის ყვალზე და მამის ყვალზე ხდისო ასეთი ლოგიკით შეიძლება მე საერთოდ არ უნდა ვიგინებოდე მაგრამ ადამიანები ინდივიდები ვართ არა ასეთ სინაგლეს რო უყურებ მამაჩემს არ მოსწრებია ეს არ მოსწრებია ის რომ საქართველოს მწერალთა კავშირში საკუთარ დედას უძღვნიდნენ ბრჭყალებში მწერლები სექსუალურ ტოლვაზე რაღაცა ესეებს და ეგრეთ წოდებულ გამომცემლებს ამაპატიეთ და ასე რომ ამბობს ვიღაცა დეისაძე რომ მის ვარდისფერ ბაყებში უშვებდნენ მის ფალოს და კიდე აღარ დავკონკრეტდები იმ ტერმინოლოგიაზე საიდანაც მიხყავთ ამათ ქართული კულტურა და ქართული ერის სულიერი მდგომარეობა და ცნობიერება ვინ აფინანსებს ამას ვინ არის ამ სიუხეში სიმამაძაღლის გამძლიერებელი ბატონი ხასარაძე
არაფერი ამ ქვეყანაში შემთხვევითი არა, მე არ მინდოდა ამ ხალხს დღეს აქ მილაპარაკა, მე მინდოდა ძალიან უშუალო საუბარი ქონოდა თქვენთან. მე მინდოდა რომ ამ საუბრით რიგითი ქართველისთვის მიგრძნობიებია, რომ ესე არ არის როგორც დღეს ჩანს რა. ესე არ არის როგორც დღეს ჩვენ უბრალოდ გვაჯერებენ რომ ეს საქართველო არ იყო ასეთი საქართველო. ის გოგო ბიჭები რომლებსაც მე დღეს ახლა ტელევიზიით უყურებ. ერთი ორი არიან, შეიძლება ჩემზე ასაკიანი თაობის დანარჩენი ახალგაზრდები არიან ყველა. რომლებსაც აი სააკაშვილის თაობიდან აქვთ ცნობიერებითი გამოცდილება. გულახდილად გეუბნებით ამას. უნახავ ანახას გარემოდან გამოდია. ესე მე ვფიქრობ, რომ ესე არ გამოვა. არ არის ეს სწორი ფორმა ჩვენი გამოფხიზლების. ერთადერთი რაღაცა ყველანაირი რაღაცა სტანდარტული სიტყვების გარეშე რა. ერთადერთი რაღაცა რაც გამოგვიყვანს ჩვენ ამ ლიბიდური ქაოსიდან ამ გულის ამრევი მდგომარეობიდან ეს არის ტოტალური აჯანყება. ჩვენ გვინდა აჯანყება, ჩვენ გვჭირდება აჯანყება, ჩვენ გვინდა ტოტალური რევოლუცია. შეიძლება ქვეყანაში სადაც ვეფხისტყაოსანი დაიწერა, სადაც ამხელა საეკლესიო მორალი იყო, ამხელა საეკლესიო სამართალი შეიქმნა, თუნდაც მერჩულია იყო. ყავდეს ციანიდის კლანად შექმნილი ქვედანაყოფი, რომელიც აი მიექანება სიმდიდრისკენ და ქრისტეს ყიდის ყოველდღიურად. ერის დანაშაული არ არის ჩვენი ყოველი მდგომარეობა. ბერის დანაშაულიც არის ეს. მაგრამ როგორი ბერის იცი, რომელიც დუმარებაში არ ცხოვრობს, ზოგადად ბერში მოვიაზრებ თელ საბატრიალოს. ასაგებია უფალმა განუსაზღვრა, მაგრამ ჩემი სახელი დაცრუნებო დოლაბის ქვების თრევა მოგიწერთ სასჯელად იმიერში, მაგრამ ეს მათი სასჯელია, ამაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ. ჩვენ გვაწუხებს მათი ასეთი დამოკიდებულება. ბატონი პლატონი წერს, რომ ჩემო დავით პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ქართული სახელმწიფო ქართველი ერის სამსახურში ყავთ. ვიცი ბატონო პლატონ, მაგრამ ზვიად გამსახურდია, აი ეს ხელით შექმნილი ადამიანი არა, მე რაში რას გიხსნა. ხელით შექმნილი ადამიანი არ იყო, რომ მანდამაინც ახლა ვიღაცა ოლიგარქს მოეყვანა და აი გეთქვა შენ დღეს პრეზიდენტი ხარ და უნდა მართო და ხვალ მე არ მომინდება, მე სადღაც ჯანდაბაში წადი, გინდა კარტოფილი გაარჩიე, გინდა სასტუმრო გააკეთე და რუსები მიიღე, გინდა ამერიკელები მიიღე, გინდა მათი მოჯმული რეცხე. არა, ესეთი კაცი არ იყო ზვიადი. ზვიადი იყო იდეის ადამიანი და ის იყო დისიდენტი. ის დისიდენტი იყო, წამოსული იყო გაჭირვებიდან, ის პატიმრობიანი, ის დემიდან იყო წამოსული. მას იდეებისთვის ჰქონდა ნაბრძოლი, მას თავი ჰქონდა ამისთვის ყველაფერს გადადებული. და როდესაც მოვიდა იმ თანამდებობაზე, მან იცოდა ამის ფასი. ვის გინდა ახლა დღეს მოგითხო ფასი ყველაფრის ყუბახიძეს, რომლის მამაც იარაღა მოხებული ებრძოდა ზვიად გამსახურდეს. ახლა ზვიად გამსახურდია ბევრი იტყვის, რომ არის ასეთი, რომ გააღმერთთ. კი, გასაღმერთებელი კაცი არის ზვიადი. გასაღმერთებელი კაცია, იმიტომ რომ დღეს თუ ჩვენ სხვა ერის ოფლში არ გვიწევს ხნოსვა, ეს მისი დამსახურება, მისი პირადი და მე რა გოსტავს. და ზუსტად ერთი მოკლეს, მეორე მოკლეს და ის კიდე ვინც ხელი დაარტყა, მე რა გოსტავს, აგერ გვეფიცება დღეს ხაზარაძე, რომ მოვა და კიდე ქვეყანას გადაარჩენს. იქეთ მეორე პუჩისტის შვილი გვიმტკიცებს, რომ ქვეყნის პრემიერია. მე არ მინდა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება. მე არ ვცხოვრობ ასეთ სახელმწიფოში. შეიძლება ბევრისთვის მეუღებელია, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად მიღებული ერთი ფრანგი პუბლიცისტის გამოთქმა, სადაც სამართლობა იქ სამშობლო კი რა იქ ბუნკერი არის, ბუნკერია ჩემს საკრავი. ბუნკერია, იმიტომ რომ სადაც მსოფლიო ჩემპიონს შეუძლია საკუთარი ღირსება გაყიდოს. სადაც ბავშვი შეიძლება შიმშილით მოკვდეს ამ დროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 მილიონი ევრო ალაფუშეტებში დახარჯოს. სადაც
ეროვნული გმირის პრეზიდენტი სვიად გამსახურდიას გვერდით ამერიკელი ვიღაცა მაკეინი იყოს კიდე ეროვნული გმირი. იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის ძმაკაცი იყო. ესეთი რაღაცა შეუფარებელი ანომალიებია, რომ ჩემთვის ეს ვერ გახდება მაგალითად. აღქმის და მიღების საგანი რა. ამიტომ ლაპარაკობ ამას მე გულახდილა. ჩემი ცხოვრების მასე რა უნდა გამიარა მეტი, გავიარე ოჯახის წევრის პატიმრობა, გავიარე პოლიტიკური დევნა, გავიარე ომი, გავიარე ეგრეთ წოდებული მშვიდობა, გავიარე პირადი დევნა ჩემ ქვეყანაში. მეტი რა ვიცი, ალბათ ერთადერთი რაც დამჭა, ალბათ უნდა მოუყოდე. ადრე თუ გვიან იგზის მომიწევს, იმიტომ მაგას ვერ გავექცევით ვერავინ ადამიანთა შორის, მაგრამ როდესაც უყურებ ჩემი ქვეყნის წახდენას და უფრო გადაგვარებას, მე არ მინდა რომ მე ჩემ ქვეყანაში რომ დავბრუნდები, მე ეს აუცილებლად მოხდება. მე ჩამოვალ. როდესაც ჩემ ქვეყანას ყველაზე მეტად დავჭირდები, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, როდესაც ხალხი მზად არ არის რა. თვითონ არ არის მზად. იმისთვის წინააღმდეგობა გაციოს, ხო? მტერ საშუალება არ უნდა მისცე იმისი, რომ შენ ტყვეობაში ჩაგავიდეს. ყველაზე დიდი სირცხვილი, რაც მიმაჩნდა, დღესაც მიმაჩნია, ასე არის ტყვეთ ჩაბარება. მე ქართულ ოცნებას ტყვეთ არასოდეს არ ჩავბარებ. მაგას მერჩევნა ერთი ტყვია ყოველთვის პონულა გამზადებული და ჩემი თავი თვითონ გამენადგურებია, ვიდრე მე გამხდარიყავი ტყვე და მონა იმ რეჟიმის, რომელსაც უპირველეს ყოვლისა მოწინააღმდეგის მიმართ არანაირი პატივისცემა არ გააჩნია. მოწინააღმდეგის მიმართ როგორ უნდა გააჩნდეს საკუთარი თავის პატივისცემა არ გააჩნია. ამიტომ მე ვალდებული ვიყავი ტაქტიკურად გამეკეთებია ეს ნაბიჯი, რომ მათთვის ყოველი დღე გამეთენებია პრობლემათა სიკვდილით. აი ეს არის უმთავრესი გამოსავალი ჩემი საუბრისა. საქართველოში არ არის პარტია, რომ ხმა მისცე, პროსტა ვის უნდა მისცე ხმა. ბატონო ლაშა გულახდილად გიყვი, არ არის, თავს მოიტყუებ ჯიგარო. მე მაგაზე ვილაპარაკე, არასდროს აი ამ პროცესების შემდეგ არავინ ეროვნულს არ დაუშვებენ იქ იმისთვის, რომ შენ ხმა მისცე. შენ უბრალო ადამიანმა ლაშა რომ მიხვიდე და ხმა მისცე, ზუსტად იმისეთ პარტიას არ დაუშვებენ. რატო არ დაუშვებენ? იცი, მაგან შენ შეიძლება როგორც ქართველს პრივილეგიები მოგცეს და მოგცეს შენ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების უფლება. როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა მოხდეს? არ არის. ამიტომ რა უნდა გააკეთო? იცი, არჩევნებზე უნდა მიხვიდე. ეს უნდა მიხვიდე. გააფიქსირო შენი თავი, გაიგო შენი ბიულეტი, ენდე გადახაზო ყველა. გააფუჭო. ამითი არ მისცე უფლება იმისი შენი ბიულეტენი გამოიყენო. თუ გინდა მიდი და ჩემი სახელი დააწერე და ისი ჩააგდე. გაბოროტებული არ ვამბობ ოღონდ. არასდროს პოლიტიკაში არ ვიყავი მე პირადად. თუ გეშინია შენი სახელი დაწერა, მიდი და ჩემი სახელი დააწერე, მაგათ დედავატირე. დააწერე და ჩაუგდე იქ. ეს იყო შენი პროტესტი. და ამ ნაბიჯით რასი გამიცი? შენ გაემიჯნე. შენ რა მნიშვნელობა აქვს თქვენ ცხოვრობთ არ ცხოვრობთ? შენ გაემიჯნე იმ სიმახინჯეს, რომელსაც შენი სახელით გააკეთე. საუბარი ჩვენი შურსწავა. და მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით აქ. კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე. და უამრავ ადამიანს საუფორიაქებს სულს, რიგით ადამიანებს, ვინც ჩვენ თაობაში გამოიარა ეს ყველაფერი. უკაცრავად ძალიან ბევრი წერს კომენტარს, შემოკარგო და ახლა მე ამ ყველაფერს ვერ უპასუხებ. თუმცა გულახდილად გეუბნებით, მე თქვენ შემოგთავაზეთ ესეთი ინტერაქტივი ეგრეთ წოდებულ
ლაივში რომ მიგეცათ ხმა გჯერათ თქვენ ამ არჩევნების გააყალბებენ მას თუ არა. დიდა დამავალებთ თუ ამ ინტერაქტივს უპასუხებთ, იმიტომ რომ განა იმიტომ რომ ეს არ ვიცი როგორ იქნება, არამედ თქვენი პოზიცია გარკვეულწილად მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში. გისურვებთ მშვიდობიან ღამეს, გისურვებთ რეალურ ცნობიერებაში ცხოვრებას, აღქმას თქვენი შესაძლებლობების და მე გისურვებთ რომ თქვენ იბრძოლოთ თქვენი სამშობლოსთვის, იმიტომ რომ სხვის ქვეყანაში შეიძლება ბარეორ თქვენგანს არ გქონდეს იმის უნარი გადარჩენს და მე არასოდეს არ გისურვებთ იმას რომ ერთ დღეს გაიღვიძოთ და თქვენ სამშობლოში მყოფები აღმოჩნდეთ უცხო სახელმწიფოში.